რუსეთი იწვის, უკრაინა თითქმის ყოველდღიურ დღამს. რუსი ხალხი გაბრაზებულია ომზე, რომელიც მათმა ლიდერმა დაიწყო და ახლა მათ კართან მოადგა. და რას აკეთებს პუტინი? ის იმალება თავის ბუნკერებში, როცა მისი ქვეყანა მის გარშემო ინგრევა. პუტინი ახლა შიშში ცხოვრობს და ასეც უნდა იყოს. უკრაინელები და რუსებიც მასზე ნადირობენ და ყველაფერი რაც მას დარჩენია არის რომ თვალს მოეფაროს და ყურადღების მიღმა დარჩეს, სანამ ცდილობს თავისი წარუმატებელი შეჭრა თავიდან მოაწყვოს. როდესაც შიში მის გულს იპრობს, პუტინი აძლიერებს უსაფრთხოების ზომებს და საიდუმლო ბუნკერებში იმალება, რადგან ეშინია ყველაფრის რაც მის გარშემო ხდება. კვლევების მცდელობებმა რუსეთის პრეზიდენტი შეაშინა და ის ფაქტი, რომ უკრაინას არამხოლოდ აქვს შორმანძილზე მოქმედი იარაღი, რომელსაც მოსკოვის მიღწევა შეუძლია, არამედ ღრმა დარტყმების მიმართულებითაც წინ მიიწევს, ნიშნავს, რომ პუტინი ვერ არ გრძნობს თავს უსაფრთხოდ ვერსად. ამის შესახებ ნათქვამია გაჟონილ ევროპულ სოფლ სადაზორო ანგარიში, რომელიც ინდეპენდენტმა 6 მაისს გააშუქა. ანგარიში ნათქვამია, რომ რუსეთის ეგრეთ წოდებული ძლიერი ლიდერი იმდენად შეშფოთებულია საკუთარი უსაფრთხოებით, რომ დროის უმეტეს ნაწილს კრასნოდარის რეგიონში არსებულ ბუნკერში იმალება. ანგარიში ჰიტლერის ბოლო დღეებთან პარალელები პირდაპირ არ არის ნახსენები, მაგრამ მსგავსებებს ხედავთ. ზუსტად ისე როგორც ნაცისტების დაცემამდე მოხდა, როცა ჰიტლერი ბოლო თვეებს უსაფრთხოდ მიჩნეულ თავშესაფარში ატარებდა და გამარჯვებაზე ლაპარაკობდა. პუტინიც მიწისქვეშ იმალება და ცდილობს უხელმძღვანელოს კამპანიას, რომელიც უკრაინაში მარცხდება. რუსეთის ლიდერის უსაფრთხოება ახლა უფრო გამკაცრებულია ვიდრე ოდესმე. პუტინთან ახლოს მისვლაც კი შეუძლებელია თუ არ გაივლი ფედერალური დაცვის სამსახურის მკაცრ შემოწმებას. ზარეულებს, ფოტოგრაფებს და თვით პუტინის პირად მცველებსაც კი, რომლებიც მზად არიან საკუთარი სიცოცხლე მის დასაცავად გასწირონ, უმკაცრესად ამოწმებენ. და ახლა თუ პუტინთან მუშაობ, შეგიძლია დაემშვიდობო პირადი ცხოვრების ნებისმიერ ნიშანს, რაც კი ოდესმე გქონდა. პუტინის ყველა თანამშრომელს ტელეფონებს ართმევენ და მართლაცვად აძლევენ სპეციალურ უსაფრთხო ტელეფონებს, რომლებსაც ინტერნეტთან დაკავშირება არ შეუძლიათ. პუტინი ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ კომუნიკაცია შეზღუდოს, მის უახლოეს დროშიც კი. ცინიკოსები შეიძლება იფიქრონ კიდეც, რომ ინტერნეტი პუტინის ყველაზე დიდ მტრად იქცა, განსაკუთრებით იმ ფონზე, როცა ვრცელდება ცნობები, რომ ის ჩვეულებრივ რუსებს ტელეგრამზე წვდომას უზღუდავს. ამ ქმედებით პუტინმა კიდევ უფრო გააღიზიანა საკუთარი საზოგადოება. მაგრამ ამ თემას ისევ დაუბრუნდებით. სხვა გიჟური უსაფრთხოების ზომები ბევრად ნაკლებად ფარულია და მთელ რუსეთს მოიცავს. 5 მაისს The Guardian-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსეთი გეგმავდა მოსკოვში აეროპორტების დახურვას და მოქალაქეებისთვის მობილური ინტერნეტის გათიშვას. იმ დიდებული გამარჯვების დღის აღლუმის წინ, რომელიც საბჭოთა კავშირის ნაცისტურ გერმანიაზე გამარჯვებას ეძუნებოდა. ის აღლუმი სრული ფიასკო აღმოჩნდა. ვლადიმერ პუტინმა გამოაცხადა ცეცხლის შეწყვეტა, რომელიც მოიცავდა 9 მაისის დიდ დღეს, სავარაუდოდ სასოწარკვეთილი მცდელობით საკუთარი თავის დასაცავად, რადგან მას საჯაროდ გამოსვლა მოუწია. რუსეთმა ასევე პირველად არ გამოიტანა სამხედრო ტექნიკა საჩვენებლად, მას შემდეგ რაც ვლადიმერ პუტინმა 2008 წელს გამარჯვების დღის აღლუმის მთავარ ნაწილად აქცია სამხედრო ტექნიკის დემონსტრირება. აქ ჩვენ ხედავთ, როგორ აკეთებს ვლადიმერ პუტინი ყველაფერს, რომ დარწმუნდეს არაფერი მიახტოს მას. და რუსი ლიდერის პარანოიის, სასოწარკვეთისა და შიშის კომბინაცია ნათლად ჩანს იმითაც, რომ მან უკვე მიატოვა ის, რაც ოდესღაც ძალიან ძვირფასი იყო მისთვის, მისი რეზიდენციები. ყველა მათგანი. ინდეპენდენტი იუწყება, რომ ვლადიმერ პუტინმა შეწყვიტა მისთვის მოსკოვსა და ნოვგოროდის ოლქში აშენებულ სასახლეებში წასვლა. ეს უკვე რამდენიმე თვე აგრძელდება, მას შემდეგ რაც დეკემბრის ბოლოს რუსეთმა განაცხადა, რომ უკრაინამ პუტინის ერთ-ერთ სახლს შორმანძილზე მოქმედი დრონებით შეუტია. უკრაინა უარყოფს ამ ბრალდებას და აცხადებს, რომ ეს არის რუსული პროპაგანდა, რომელიც მიზნად ისახავს პუტინისადმი თანაგრძნობის გაღვივებას, მაშინ როცა ის ყველაფრის მიმართ დაუსრულებელ ეჭვებში იძირება. მაგრამ სიმართლეა თუ არა, ეს თავდასხმა საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის, რომ პუტინს თავისი ავისი ფუფუნების ცხოვრება დაეთმო და თვეების განმავლობაში ბნელ ბუნკერებში დამალულიყო, ხოლო მაშინ გამოდიოდა, როცა ეს აუცილებელი იყო. თუ ის ასევე ორეულებსაც არ იყენებს. დიდი ბრიტანეთის MI6-ის ყოფილი ხელმძღვანელი სერ რიჩარდ დირლაუი იანვარში ამბობდა, რომ დარწმუნებულია პუტინი ამ კონკრეტულ ტაქტიკას იყენებს იმისთვის, რომ თავი აარიდოს საჯარო გამოჩენებს. საბოლოოდ უკეთესია ორეული მოკდეს, ვიდრე თავად დიქტატორი. საუბარი ძლიერ ადამიანებზე რომ მიდის, შიშით დამალო ყველაზე ნაკლებად არის ის, რასაც ასეთი ადამიანისგან ელოდები. მაგრამ პუტინი ამას აკეთებს და ყველას ერთი დიდი კითხვა აქვს. რატო? მარტივი პასუხი არის შიში. მაგრამ საქმე ბევრად უფრო ღრმად მიდის. პუტინი ყველაფრის ეშინია, უკრაინიდან დაწყებული საკუთარი ხალხით დამთავრებული, რადგან მის თავში შექმნილი საშიში სიტუაცია ყოველ მცირე შემთხვევაზეც კი, რომელიც მის საფრთხეში ყოფნას მიანიშნებს, კიდევ უფრო მძაფრდება. დავიწყებთ ყველაფრის გამომწვევით, მკვლელობებით. ბოლო რამდენიმე თვეში რუსეთში მნიშვნელოვანი ფიგურები ან დაიღუპნენ, ან მძიმე ვითარებაში დაშავდნენ. ამჯერად ეს არ არის პუტინის ბრძანება, რომ ხალხი ფანჯრებიდან გადაყარონ. მოკავშირეები და ახლო გარემოცვის წევრები რუსი ლიდერის გარშემო ერთი მეორის მიყოლებით იღუპებიან. თებერვალში რუსეთის სამხედრო მაღალჩინოსანი ვლადიმირ ალექსეევი, რომელიც რუსეთის სამხედრო დაზვერვის უფროსის მოადგილეა, უცნობმა თავდამსხმელმა ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრა. კაცმა, რომელსაც თითქოს ყველგან უნდა კონდეს თვალები, ვერ დაინახა საფრთხე, რომელიც პირდაპირ მისკენ მოდიოდა. ალექსეევზე თავდასხმა მხოლოდ ერთ-ერთი ბოლო შემთხვევაა იმ მკვლელობებისა ან მკვლელობის ცდელობებისა, რომლებიც რუსეთის მნიშვნელოვან ფიგურებს ეხება.
რუსეთი ყველა ამ შემთხვევაში უკრაინას ადანაშაულებს. უკრაინა უმეტეს შემთხვევაში არაფერს ამბობს, მაგრამ ჩვენ უკვე დიდი ხანია ვხედავთ, რომ ასეთი რამეები ხდება. 2024 წელს გენერალ-ლეიტენანტი იგორ კირილოვი, რომელიც რუსეთის რადიაციული, ქიმიური და ბიოლოგიური თავდაცვის ძალების ხელმძღვანელი იყო, დაიღუპა მას შემდეგ, რაც მის მოსკოვის საცხოვრებელ კორპუსთან დანაღმული სკუტერი აფეთქდა. მაგრამ შესაძლოა ამ მკვლელობებიდან ყველაზე მნიშვნელოვანი და ალბათ ის, რამაც პუტინი აიძულა, რომ თავი დაეფარა, 2025 წლის დეკემბერში მოხდა. გენერალ-ლეიტენანტი ფანილ სავაროვი მანქანის ქვეშ დამონტაჟებული ბომბის აფეთქების შედეგად დაიღუპა. სავაროვი, რომელიც ადრე რუსეთის არმიის ოპერატიული მომზადების დეპარტამენტის ხელმძღვანელი იყო, რამდენიმე საათი საავადმყოფოში იმყოფებოდა, სანამ მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაიცვალა. ზუსტად ისე, როგორც კირილოვის შემთხვევაში, ვინც ეს მკვლელობა ჩაიდინა, იცოდა სად იქნებოდა სავაროვი და შეძლო მოსკოვის გულში შეღწევა, რათა თავდასხმა განეხორციელებინა. და აი ასე ადამიანი, რომელსაც რუსეთში ყველა, მათ შორის პუტინიც, ჩეჩნეთის ომებსა და სირიაში მისი ქმედებების გამო ომის გმირად მიიჩნევდა, თუ ერად იქცა. არ არის დამთხოვა, რომ უსაფრთხოების გამკაცრებული ზომები, რომლებიც პუტინმა დააწესა, სავაროვის სიკვდილის შემდეგ ამოქმედდა. მოსკოვში მანქანის აფეთქება პუტინისთვის გამოფხიზლების ზარი იყო, რადგან მიხვდა, რომ არც ერთი ადგილი არ არის უსაფრთხო. როგორ შეძლებს პუტინი ოდესმე კვლავ გამოჩნდეს რუსეთის დედაქალაქში, უზარმაზარი უსაფრთხოების თანხლების გარეშე? სუსტი მხარის უმცირესი მინიშნებაც კი შეიძლება მკვლელის გამოჩენას გამოიწვიოს ჭრილებიდან. ამიტომ პუტინისთვის ბევრად უკეთესია, რაც შეიძლება მეტად დამალული დარჩეს. ინდეპენდენტის მიხედვით, სავაროვის სიკვდილმა კრემლშიც დაპირისპირება გამოიწვია, რადგან ცალკეული პირები და მთელი სააგენტოები ერთმანეთს ადანაშაულებენ, რათა პუტინის რისხვას თავი აარიდონ. მაგრამ ამ თავდასხმის ნამდვილი შედეგი ნათელია. პუტინი დამალულია და მან რუსეთის ფედერალური დაცვის სამსახურს, ანუ FSO-ს მეტი ძალაუფლება მისცა, ვიდრე ოდესმე სასოწარკვეთილი მცდელობით, რომ მსგავსი რამ აღარ განმეორდეს. დეკემბერში პუტინმა შეცვალა FSO-ს რეგულაციები, რათა 10 მაღალი რანგის გენერლისთვის გაძლიერებული უსაფრთხოება უზრუნველექო, რადგან პუტინმა იცის, რომ მათი დაკარგვა არ შეუძლია. ვარაუდობთ, რომ ალექსეევი ამ სიაში არ მოხდა. ან მოხდა, მაგრამ სროლელმა მაინც მისწვდა. FSO-სთვის ამდენი ძალაუფლების გადაცემა პუტინისთვის სიგიჟემდე სარისკო გათვლაა. რობერტ ლანსინგის ინსტიტუტის თქმით, FSO-მეს ძალაუფლება გამოიყენა პუტინის გადაადგილების მკაცრად შესაზღუდად და ისინი შეიძლება ერთ-ერთი მიზეზი იყვნენ, რატომაც ატარებს პუტინი ამდენ დროს მიწისქვეშეთში. ეს ევოლუცია დამახასიათებელია პერსონალისტური რეჟიმების გვიან ეტაპისთვის, როდესაც ისინი შიდა საფრთხეს გრძნობენ. ინსტიტუტის თქმით, საჯაროობის შეზღუდვა ამცირებს მოწყვლადობას არამხოლოდ კინეტიკური სური საფრთხეების, მათ შორის დრონების მიმართ, არამედ შიდა რისკების მიმართაც. თითქოს ისეა, თითქოს ფედერალური დაცვის სამსახური იცის, რომ გარდაუვალი ახლოვდება და სურს, რომ სწორედ ის იყოს ორგანიზაცია, რომელიც პუტინის წასვლის შემდეგ ყველაფერს გააკონტროლებს. კონსპირაციულად განწყობილები იტყვიან, რომ ფედერალური დაცვის სამსახურს სიხარულით სურს გააღვიოს უნდობლობის ცეცხლი, რომელიც ახლა აშკარად ჩანს რუსეთის პოლიტიკურ სისტემაში. და მიუხედავად იმისა, რომ ეს პუტინისთვის კიდევ ერთი პრობლემაა, ჩვენ ვერ დავაიგნორებთ იმ ფიზიკურ საფრთხეებს, რომლებიც პუტინის რეჟიმს ემუქრება. უკრაინის დრონები ისეთივე საფრთხეს წარმოადგენენ ცაში, როგორც მკვრელები ჩრდილებში. მაგრამ სანამ ამაზე უფრო ღრმად ვისაუბრებთ, ეს არის The Military Show. ჩვენ გაჩვენებთ სრულ სურათს, არა მხოლოდ სათაურებს, ასე რომ გამოიწერეთ არხი, რომ ყოველთვის ინფორმირებული იყოთ. 4 მაისს უკრაინამ დრონი გაუშვა მოსკოვ სიტის მიმართულებით და მოახერხა ქალაქის ყველა საჰაერო თავდაცვის სისტემის აცილება, რათა პირდაპირ დარტყმა მიეყენებინა მოსპილმის კოშკისთვის. თავდასხმას მსხვერპლი არ მოჰყოლია და გაურკვეველია, იყო თუ არა ეს ძვირადღირებული ცათამჯენი უკრაინის ნამდვილი სამიზნე. მაგრამ ის ფაქტი, რომ ეს თავდასხმა გამარჯვების დღის აღლუმამდე ერთ კვირაზე ნაკლებად ადრე და რუსეთის თავდაცვის სამინისტროდან მხოლოდ 3 კილომეტრში მოხდა, პუტინისთვის მკაფიო გზავნილი იყო. უკრაინას შეუძლია მოსკოვს დაარტყას. თქვენ საკუთარ დედაქალაქშიც კი უსაფრთხოდ არ ხართ. პუტინი შეშინებულია უკრაინის დრონების გამო და ასეც უნდა იყოს. ბოლო რამდენიმე თვეა უკრაინა ატარებს მიზანმიმართულ შორმანძილზე კამპანიას, რომელიც აჩვენებს რუსეთის პრეზიდენტს, რომ მას შეუძლია უფრო ღრმად, უფრო ხშირად და ბევრად უფრო დიდი ინტენსივობით დაარტყას, ვიდრე ოდესმე აქამდე. უკრაინის შორმანძილზე დარტყმების კამპანია იმდენად ინტენსიური გახდა, რომ შეიძლება ითქვას პუტინისთვის რუსეთში თითქმის აღარ დარჩა უსაფრთხო ადგილი. ყოველ შემთხვევაში, იქ სადაც მას ყოფნა მოუნდებოდა, ნამდვილად აღარ არის უსაფრთხო. ამას ვხედავთ დრონების რაოდენობის ზრდით ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში. როგორც United 44 Media იუწყება, 2024 წლის აგვისტოში უკრაინამ რუსულ სამხედრო ობიექტებზე ცოტა მეტი ვიდრე 1000 დრონი გაუშვა. 2025 წლის ივლისისთვის ეს რიცხვი 3-ჯერ გაიზარდა. და შემდეგ 2026 წლის მარტში, როგორც უკრაინის საჰაერო ძალებმა, ასევე რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ დაადასტურეს, რომ უკრაინამ რუსული ზურგის ობიექტებზე დაახლოებით 7000 შორმანძილზე მოქმედი დრონი და რაკეტა გაუშვა. ეს უბრალოდ გამწვავება გამწვავების გულისთვის არ არის. ერთი თვის განმავლობაში 7000 დარტყმით უკრაინამ ოფიციალურად გადააჭარბა რუსეთის ყველაზე მაღალ თვიურ მაჩვენებლებს. რა თქმა უნდა, მხოლოდ რაოდენობა არ აშინებს პუტინს ასე ძალიან, არამედ სიღრმეც. როგორც უკრაინის უპილოტო სისტემების ძალების მეთაური რობერტ ბროუდი არნიშნავს, რუსეთის ტერიტორიაზე 2000 კილომეტრამდე სიღრმეში აღარ არის უსაფრთხო ახალი თაობის შორმანძილზე მოქმედი დრონებისა და დრონ რაკეტების ჰიბრიდებისგან, რომლებიც უკრაინამ შექმნა. და რუსეთმა იცის, რომ ეს უკრაინის უბრალოდ მუქარა არ არის.
მაისის 5-ის ღამეს რუსეთს იძულებული გახდა გამოეცხადებინა საჰაერო განგაში უკრაინის საზღვიდან 2000 კილომეტრზე დაშორებულ ტერიტორიაზეც კი. იმ ღამეს, როდესაც უკრაინამ დრონები გაუშვა, რომლებიც რუსეთის მინიმუმ 18 რეგიონს ესხდნენ თავს. როუდის მიერ გამოცხადებული მანძილი სწორედ ამ ერთმა განგაშმა დაადასტურა. რუსეთის მასშტაბით დამწვარი ნავთობგადამამუშავებელი ქარხნები და განადგურებული სამხედრო ინფრასტრუქტურა ადასტურებს, რომ უკრაინის დრონებს შეუძლიათ არა მხოლოდ ზიანი მიატენონ, არამედ ბევრად უფრო შორს შეაღწიონ, ვიდრე პუტინს ოდესმე წარმოედგინა. სამხედრო თვალსაზრისით უკრაინის დრონების დართმების სიღრმე ბევრ ამას ცვლის რუსეთისთვის. ნავთობი იძულებით გადაამისამართეს, რადგან უკრაინა ანადგურებს საექსპორტო კვანძებს და რუსეთს უფრო ურთულებს საწვავის მიწოდებას თავისი ჯარისკაცებისთვის ფრონტის ხაზზე. მაგრამ ყველაზე დამაზიანებელი ფსიქოლოგიური კომპონენტია განსაკუთრებით პუტინისთვის. რუსეთის ლიდერმა თავისი შეჭრის უმეტესი ნაწილი გაატარა იმაზე მუშაობაში, რომ რუსეთი უკრაინეთს კი უკრაინული დარტმებისთვის ხელშეუხებლად წარმოეჩინა. უკრაინას იარაღი არ ჰქონდა და რომ ცქონოდა, რუსეთი იმდენად დიდი იყო, რომ ეს იარაღი რეალურ სამიზნეებს ვერასდროს მიაღწევდა. ეს ნარატივი დაინგრა. რუსეთის ხალხმა ეს იცის. ინტერნეტზე კონტროლის გამკაცრებისა და ყველაფრის მიუხედავად, რასაც პუტინი აკეთებს ნარატივის გასაკონტროლებლად, საჰაერო განგაშის სირენების ხმა, ჰაერში კვამლი და აეროპორტების დახურვა ბერავის დააბნევს. უკრაინის დრონები უფრო ღრმად ურტყამენ და ამ საფრთხის შესახებ პუტინზე უკეთ არავინ იცის. რუსეთის ლიდერი ბუნკერებში იმალება, რადგან სჯერა თუ უკრაინამ გაიგო სად არის, დრონებიც მალე მიადგებიან. პუტინმა ეს ფაქტობრივად თავადაც თქვა, თუმცა თავისი მარიონეტის პირით. კრემლის პრესპიკერის დმიტრი პესკოვის თქმით, პუტინის გარშემო გამკაცრებული უსაფრთხოების ყველა ზომა გამოწრეულია, როგორც მკვლელობების, ასევე იმით, რომ უკრაინის დრონები წარმატებით ახორციელებენ დარტყმებს რუსეთის სიღრმეში. ამ ტერორისტული საფრთხის ფონზე, რა თქმა უნდა, ყველა ზომა მიირება, რათა მინიმუმამდე იქნას დაყვანილი რისკი, ამტკიცებს პესკოვი. ეს ეგრეთ წოდებული ტერორისტული საფრთხე იყო მიზეზი იმისა, რომ 2023 წლის მაისიდან 2025 წლის დეკემბრამდე პერიოდში რუსეთმა დიდი რაოდენობით პანცირს 1 და S-400 საჰაერო თავდაცვის სისტემები გადაადგილა პუტინის სახლებში მოსკოვსა და ნოვგოროდში. მაგრამ საკუთარი ჯარისკაცების და მათი საჭიროებების მსხვერპლად შეწირვაც კი აღარ არის საკმარისი პუტინისთვის საკუთარი თავის დასაცავად. ის მიწისქვეშეთში იმალება, რადგან აღარ ენდობა იმ საჰაერო თავდაცვის სისტემებს, რომლებსაც უკრაინის არსენალის შეჩერება შეუძლიათ. და ის მართალია, უკრაინამ ეს არაერთხელ დაამტკიცა სწორედ ამ სისტემებზე განხორციელებული დარტყმებით. როდესაც რუსეთი იწვის, პუტინი იმალება. მაგრამ ნამდვილი პრობლემა და ის, რასაც კრემლი საჯაროდ არასდროს არიარებს, ისაა, რომ პუტინს მხოლოდ უკრაინის მკვლელები და დრონები არ აშინებს ასე ძალიან. 4 წელზე მეტი ხნის განმავლობაში ომი, რომელიც რამდენიმე დღეში უნდა მოეგოთ, საბოლოოდ რუსეთის ხალხს პუტინის წინააღმდეგ განაწყობს, რის გამოც მას შიდა საფრთხის ეშინია. ალბათ უფრო მეტადაც კი ვიდრე უკრაინისგან მომავალი საფრთხის. უკვე ვხედავთ ღია წინააღმდეგობას იმ პროპაგანდისტებისგანაც კი, რომლებიც პუტინის ომის გზავნილს ავცელებდნენ. ერთ-ერთი ყველაზე ხმამაღალი, ახლად ანტიპუტინისტური ხმა ეკუთვნის ილია რომესლოს, რომელიც ადვოკატია და ადრე სანდო პრო-კრემლისლის ოპერატორი იყო, თუმცა ბოლო რამდენიმე თვეში სრულიად შეიცვალა. მარტში რომესლომ თავის ტელეგრამ არხზე, რომელსაც დაახლოებით 90,000 ადამიანი ადევნებს თვალს, გამოაქვეყნა ესე სათაურით. 5 მიზეზი, რატომ შეუწყვეტე ვლადიმერ პუტინის მხარდაჭერა. ამ წერილში რომესლომ რუსეთის პრეზიდენტი არალეგიტიმურად გამოაცხადა და თქვა, რომ ის წარუმატებელ ომს აწარმოებს. ხელისუფლებამ პუტინი გამოუსწორებლად გააფუჭა, ამბობს 42 წლის იურისტი და როგორც ვაშინგტონ პოსტი აღნიშნავს, ამ მოულოდნელმა ცვლილებამ რუსეთის ძალაუფლების წრეებში განხეთქილება გამოავლინა. პუტინმა ამ ყველაფერზე პასუხად რომესლო ფსიქიატრიულ საავადმყოფოში მოათავსა. რომესლო ახლა უკვე გათავისუფლებულია და აგდელებს თავის ანტიპუტინურ კამპანიას. რომესლო რუსეთში მრავალი ცნობილი Z-ბლოგერიდან ერთ-ერთია, რომლებიც ახლა იწყებენ თავიანთი ლიდერის წინააღმდეგ წასვლას. ეს ბლოგერები, რომლებიც წლების განმავლობაში იყენებდნენ ისეთ პლატფორმებს, როგორიცაა Telegram-ი, რათა პუტინის სახელით პროსაომარი განწყობა შეექმნათ, საბოლოოდ იწყებენ იმის გაცნობიერებას, რომ საზოგადოებრივი აზრის ტალღა მათ ლიდერს ეწინააღმდეგება. ისინი მიყვებიან ტალღას და შესაძლოა პირველად გამოხატავენ თავიანთ ნამდვილ აზრებს პუტინის ლიდერობაზე. რიბარი, რომელიც Z-ბლოგერებს შორის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეულია, უკვე უკრაინის ომს ჩიხად მოიხსენიებს, რადგან ამ ხელს მეთაურებს, რომლებიც პუტინისგან მალავენ დანაკარგებს და ოფიციალურ პირებს, რომლებიც რუსეთის ჯარისკაცებს წარწვავენ. პუტინის მხრიდან Telegram-ზე ზეწოლის მიზეზები ბევრად უფრო ნათელი ხდება, მაგრამ აღსანიშნავია, რომ ბოლო რამდენიმე თვეში ანტიპუტინური განწყობები საგრძნობლად გაიზარდა იმ ადამიანებში, რომლებიც კრემლის ერთგულებად ითვლები. ისე ჩანს, რომ მთავარი გავლენიანი პირები უფრო თავდაჯერებულად იწყებენ საკუთარი აზრის გამოხატვას და პუტინს აცნობებენ, რომ მათ არ მოსწონთ, როგორც ის მართავს საქმეებს. ეს მოხდებოდა, რომ პუტინი ბუნკერში არ ყოფილიყო ჩაკეტილი და რეალობას არ იყო მოწყვეტილი რუსეთში. რთულია წარმოიდგინო, რომ ასე იქნებოდა. ყოფილი ერთგული პირების მხრიდან ამ საჯარო აღშფოთების პარალელურად პუტინის რეიტინგებიც სწრაფად ეცემა. რუსეთის სახელმწიფო გამოკითხვის სააგენტოს ფციომის მონაცემებით, პუტინის რეიტინგი 65.6%-მდე დაეცა კვირის ბოლოს, 19 აპრილს, რაც უკვე მეშვიდე კვირაა ზედიზედ, როცა მისი რეიტინგი იკლებს და ბოლო 14 კვირიდან 12 კვირაა, რაც ეს მაჩვენებელი მცირდება.
ეს პუტინის პოპულარობის ყველაზე მკვეთრი ვარდნაა 2018 წლის შემდეგ, როცა რუსეთმა საპენსიო სისტემა შეცვალა და ეს მკაფიო გზავნილია პუტინისთვის. რუსეთის ხალხი უკმაყოფილოა. მოსკოვის Times-ი თავის Telegram არხზე იუწყება, რომ შედეგების შემდეგი ტური 1 მაისს უნდა გამოქვეყნებულიყო. ეს არ მოხდა. შეიძლება იფიქრო, რომ მიზეზი 1 მაისის დღესასწაულია. მაგრამ ციომა ასევე არ გამოაქვეყნა უახლესი შედეგები 4 მაისსაც, რომელიც სამუშაო დღე იყო. როგორც ჩანს, აქ შედეგების გარკვეული манипуляცია მიმდინარეობს და ეს ყველაფერი აშკარა ნიშანია იმისა, რომ პუტინს უნდა ეშინოდეს. თუ მისი რეიტინგები იმდენად დაბალია, რომ როგორც ამბობენ, მისმა ახლო გარემოცვამ უნდა შეაჩეროს მათი გამოქვეყნება ერთი კვირით, რათა მათში ჩარევა შეძლონ, მაშინ პუტინი ნამდვილად თავისი დიქტატურის დასასრულის ეტაპზეა. ის იმალება ზუსტად ისე, როგორც ჰიტლერი თავის ბოლო თვეებში. პუტინი ცდილობს გააკონტროლოს მის გარშემო არსებული ნარატივი, მაშინაც კი როცა ეს ნარატივი იშლება. ეხლა უკვე ღიად გამოხატავენ მტრულ დამოკიდებულებას პუტინის მიმართ ყოფილი ერთგულებიც კი და უკვე ჩურჩულით საუბრობენ შესაძლო გადატრიალებაზე. პუტინი ახლა უფრო სუსტია, ვიდრე ოდესმე ყოფილა, თავისი 26 წლიანი მმართველობის განმავლობაში რუსეთის პოლიტიკის სათავეში. ის ამას იცის და როგორც Times იწევს, პუტინი სულ უფრო მეტად ღელავს იმაზე, რომ რუსეთის პოლიტიკური ელიტის წევრები გეგმავენ მის ჩამოშორებას. გამოცემის მტკიცებით, ეს შეთქმულება შეიძლება პუტინის მკვლელობასაც კი მოიცავდეს დრონების გამოყენებით. ეს ნიშნავს, რომ პუტინს უნდა ეშინოდეს საფრენის საფრთხეების არა მხოლოდ უკრაინიდან, არამედ რუსეთის შიგნიდანაც. აშშ-ის მიერ აიათოლა ალი ხომეინის დაბომბვა ბუნკერ-გამტეხი ბომბებით, ოპერაცია Epic Fury-ის პირველ დღეს ირანში პუტინის ნერვებსაც არ წაადგება. ამ დატმამ პუტინს ნათლად აჩვენა, რომ უცხოეთის სადაზვერო სამსახურებმა შეიძლება ზუსტად იცოდნენ, სად იმყოფება ის, მიუხედავად იმისა, რამდენად ცდილობს დამალვას. პუტინი ძლიერ კაცათყოფნიდან გალიების ლაბირინთში მყოფ ვირთხად იქცა. ერთი მეორის მიყოლებით მისი გაქცევის ყველა გზა იჭრება. პუტინის შიშით სავსე გონებაში ყველა მის წინააღმდეგა. იცით რა, შეიძლება მართალიც იყოს და როცა პუტინი იმალება, ძალაუფლებაზე ხელი ეცლება. ეს ყველაზე ნათლად ყირიმში ჩანს. 2014 წელს რუსეთმა უკანონოდ მიიერთა ყირიმი, რომელიც თითქოს უნდა გამხდარიყო რუსეთის დომინირების სიმბოლო. მაგრამ ეხლა უკრაინა სულ უფრო უახლოვდება ნახევარკუნძულის რუსეთისგან გათავისუფლებას და პუტინი ვერაფერს აკეთებს მის შესაჩერებლად, სანამ თავის სამალავშია დამალული. დაიგეთ მეტი უკრაინის გეგმის შესახებ ყირიმისთვის ჩვენი ვიდეოს ყურებით. თუ მოგეწონათ ის, რაც დღეს ნახეთ, არ დაგავიწყდეთ გამოიწეროთ The Military Show, რომ ნახოთ მეტი ჩვენი ანალიზი პუტინის მმართველობის მდგომარეობაზე, მისი წარუმატებლად მიმდინარე შეჭრის დაწყებიდან 4 წლის თავზე და მადლობა როგორც ყოველთვის ყურებისთვის.